City Park-ზე ვიყავით, ყველა გაღიზიანებულები, რომ სამართლიანად რა. აი ყველა მართლა და პირობითად აი ეს კალაძე და ეს ნარმანია და ეს ამბობდნენ, რომ აი City Park-ი რო ცუდია რაღაცა და მართლა ძალიან ცუდი რამე იყო. ჩვენ ხარი დაუჭირეთ და თქვით, რომ კი, ეს City Park-ი არის გასაყვანი. ოღონდ მან რა იყო პრობლემა? ჯარიმები, საურავები, მანქანა ავტომობილების მოპარვა და საპარკინგო ადგილის არ ქონა. რაღაცა ღირდა X თანხა, პირობითად ვამბობ პარკინგი ერთწლიანი, დღეს ღირს 10X-ი რა. ძვირია რა, ეხა 10 ლარი დამაჯარიმეს, მერე გადაიყვანეს 60 ლარი იმაზე სადგომიდან უნდა წამოვიყვანო. ეხლა ეგენიც ხო გახუთმაგებულია. City Park-ი პირობებში ჯარიმები რამდენი იყო? 25 მილიონი ლარი იყო საურავები წელიწადში და ჯარიმები. დღევანდელი მონაცემებით 115 მილიონი ლარია. კახი ამბობს, რომ 115 მილიონს ამოუღებს ჯიბიდან. ეს დაგეგმეს. ეს დაგეგმეს. წარმოგიდგენია 5ჯერ უფრო მეტი დაგეგმეს. რატო დაგეგმე, ბიჭო, რატო დაგეგმე? რატო? სად არის ერთი საპარკინგი ადგილი მითხარი? რატო დაგეგმა? და ის ხო აშენა. ბიჭო, რატო დაგეგმე? საპარკინგი. ბრავალსა ვიცი ზემოთ ავაშენებ ქვემოთ. ეს განცხადებები მაქვს, ბიჭო, ეს კაცი მაგარი გადაობა აქვს. 2017 წელს სადღაც ვაკეში იყო მოსული და რაღაცა დანგრეული სივრცე იყო, რომელიც აღმოჩნდა, რომ მერის ბალანსიც არ არის, რაღაც კერძოსან. იქ იდგა და იძახდა, რომ საპარკინგი აშენდება აქ, ავაშენებინ. მარკეტილის მეტროსთან იძახოდა, რომ მიწის ქვეშაო 4 სართულიანი რაღაც პარკინგი უნდა მოვაწყო. პეკინზე იძახოდა, რომ უნდა მოვაწყო მაღალსართულიანი. მილანში აქ ნანახი. გიჟია, ბიჭო, აფერისტია.